მე ვარ გავრიელ ადონია 7 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა რაღაცეების აწყობა და დახატვა. მე რობოტებს ვაწყობ და სახლებს ვაშენებ. პირველად რობოტი რო ავაწყე 6 წლის ვიყავ. მე და დედიკო ვიყიდეთ ერთად მაღაზიაში. ასეთი 18 იყო. 18 კუბიკი ორიანი რო იყო, მერე ბოლოს თავი დავამაგრე და მერე ბორბალი ავაწყე და დავამაგრე მთელი წადი. და 18 ორიანები დავამაგრე ტანზე. კიდევ მაქვს მეორე რობოტი, ტანი რო არ აქვს. ასეთი დაბალი როგორც ტელევიზორი, მერე იმ ერთი რობოტს უმაგრია პროვოდი და იმასაც უკეთია პროვოდი. და ერთად დამაგრებულია ერთმანეთს. მე 26 კილო ვარ და ჩემზე დიდი რობოტი უნდა ავაწყო. მაგრამ ჭირდება ბევრი კუბიკი. ისე კარგად ვაკეთებ რობოტებს, არც მამიკო მეხმარება, არც დედიკო არ მეხმარება. სახლებსაც კუბიკებით ვაშენებ. ყველაზე დიდი სახლი იყო ასეთი. კუბიკებით ავაწყე და ბევრი ბალკონები აქვს და ბევრი სართული. ეს სახლი არის 5 სართულიანი. მე რო გავისდები, ავაშენებ მართალ სახლს. ეს სახლი იქნება 50 სართულიანი. მე ვიცხოვრებ 59 სართულზე. მე კიდევ ხატვა მიყვარდა ჩემთვის სწავლა. მე ვიცი პეიზაჟის ხატვა, ბათუმი, კიდევ სასახლე, ყვავილები, კიდევ ნატურმორტი. ყველაზე ხშირად ხატავ ყვავილებს. ჩემი საყვარელი ფერია მწვადი. არ მიყვარს წითელი, იმიტომ რომ მაგი გოგოს ფერია. მე მინდა რომ გავყიდო ჩემი დახატები. თითო დახატი იღრება 50 ლარი. ბევრი ფული რო გქონდეს, ცოლს მოვიყვან. ეხლა მყავს ძალიან ლამაზი შეყვარებული. ცოლს რო მოვიყვან, 19 წლის ვიქნები. შვილებს დავარქმევ ალექსანდრას, გიორგის, დათას და კიდევ დავითის. ჩემს ცოლს დავარქმევ ბადლეთას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებელი გვაწერებინებს კარგად და მაგრამ ცოტა ყვირის და კარგი მასწავლებელია. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია დემეტრე არჯევანიძე. ყველაზე ცელქია დათა. ყველაზე ჭკვიანია დავითი, რომ კარგად სწავლობს, მაგრამ ვერ ასწრებს გაკვეთილებს წერას. ყველაზე მშვიდია ანასტასია ჟენანაშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ნონა ქათამაძე. იმიტომ რომ გვაწერინებს კარგად, გვეკითხება პასუხებს, ცოტა მხიარულია და ძალიან ლამაზია. რო გავისდები, მინდა გამოვიდე რობოტების ინჟინერი და სახლების მშენებელი. ბავშვობაში მინდოდა სპაიდერმენობა. ეხლა მინდა რომ 8 წლის ვიყო, რომ მესამე კლასში რო გადავიდე. და იქ იქნება იგივე მასწავლებელი ნონა ქათამაძე და იგივე კლასელები მეყოლება. მე მინდა მალე გავხდე დიდი კაცი. სახლში ცხოვრობს მე, დედა, მამა, ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი
ძმა. ჩემი და არის 15 დღის და ქვია ალისა. ის არის ლამაზი და ტირალა. ალისა რო გაიზრდება გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, სამსახურში მუშაობს, სახლშიც მუშაობს და არის ძალიან ხიარული. დედიკო არის ლამაზი და სულ მეხუტება. ძალიან მიყვარს დედიკოს გამზადებული წიწიბურა. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად ხიკლებს გამზადებს. ჩემი საყვარელი მუთმინია შპაჯბობი. დადოსნური ჯოხი რო გქონდეს, ყველაფერი გამოვაჩენ წიგნებს და უცებ-უცებ ვისწავლი და გავხდები ყველაზე ჭკვიანი. სამოგზაუროდ მინდა რომ წავიდე აფრიკაში. წინა ბავშვობ დამიტოვა შეკითხვა. ჟარი ჩემი ოცნების საჩუქარი. ჩემი ოცნების საჩუქარი არის მოლბერტი. შემდეგ ბავშვს უტოვებს შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ნახუჭობადა. ბედნიერება არის სიხარული, ბეკლე, გოზიდაყი, დაცვისხე და ხურდების დაყრა. ასეთ ახალი წელი რო სტუმრად შემოდიხარ, ასეთ ხურდების ყრია და ყრია. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.